წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. გადაცემა ოდაბადეშ კინოხონის სპონსორია ლიბუფუდი. ლიბუფუდი, ადგილზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ნახევარფაბრიკატები, როგორც მოხარშულ, ასევე გაყინულ მდგომარეობაში. შეიძინეთ კონსტანტინე გამსახურდიას 34-სა და რუსთაველის 243-ში. შესაკვეთად დარეკეთ 579 29 29 22. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად 18-18-ზე რადიო ათინეთის პირდაპირ ეთერში FM-ზე 105.9 ოდაბადეშ კინოხონის დროა. გადაცემა, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს, გადაცემა, რომელსაც სულ მოუთველად ველოდებით კვირიდან კვირამდე. ყველა შემქმნელები გადაცემის ჩვენი ერთგული მსმენელი ცხადია ჩვენ წამყვანები. უძღვებით ორნი ისტორიკოს-კვლევარი ბატონი ლაშაჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი. ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე რადიო ათინეთის RTL-G, ჩანაწერებს გულისხმობ ცხადია, Facebook-ზე რადიო ათინეთი და YouTube-ზე ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. ხოლო ყოველ ხუთშაბათს 18-18-ზე ლაივ რეჟიმში 105-სა და 9-ზე FM. ასევე ინტერნეტით რადიო ათინეთის RTL-G. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა გველოდება და მთავარი გადაცემა გვაქვს ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად. ამიტომ მოგესალმებით მეგრულადაც და შემდეგ უკვე ძალიან დიდი სიამოვნებით გადავალ ლაშასთან. ონჯუა ჯგირობუაში. ონჯუა ჯგირობუა, ჩვენ რადიო მარჩკლებ. მოგესალმებით საღამომშვიდობისა, ძვირფასო რადიო ათინათის მსმენელებო, საღამომშვიდობისა. კომორძგუა. მოკლედ ჩვენი წინა გადაცემები იყო ძალიან საინტერესო, ვიმოგზაურეთ ფაქტიურად საში. კი ბატონო. არ დავტოვეთ არაფერი. დაგვრჩეთ ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დავაანონსეთ წინა გადაცემისას და მე ვფიქრობ, რომ დროული იყო. ერთი კვირა ისეთი ქარ ბორიარ დუჩქინს კუბოს სამარგალოს საქართველოს მთლიანად, მაგრამ განსაკუთრებით სამეგრელოში ლაუჭვემ უტყო მიდამღანდეს. კი ბატონო. მოკლედ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა ბორია სხვა. დიახ, ანუ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ ქარის ლოცვა. და დღეს ჩვენ გავიცნობთ კიდევ ორ მითოლოგიურ პერსონაჟს, ეს არის ქაქამინჯე, ანუ მამა ღმერთი, ქარის მამა ღმერთი და ოსურ ღმერთი ჩიჩა, რომელსაც თმა აჩეჩილი აქვს. ბუნებრივია ხა ქარში. ხო. და სულ აჩეჩილი თმები დადის და მოკლედ არ გაგახსენდებათ აჩეჩილი თმები ბატონო. კი, მაგრამ ხა ვერ შევედრები და ვერც გავეჯიბრები ქარის ღმერთის ცოლს, მაგრამ მეც უგაჩეჩილი თმებით. კი ბატონო. ასე რომ, თუმცა თქვენ ქარი არ გიყვართ ხო? ქარი არ მიყვარს, მაგრამ ქარის გარეშეც ასე გამოვიყო. კი ბატონო. მოკლედ ძალიან საინტერესო გადაცემა ბორია შხომა, ცხადია ჯერ მეგრულად და შემდეგ ქართულად. გირჩქილეთ ბატონო. კი ბატონო, თქვენის ნებართვით დავიწყებთ საუბარს ბორია შხომაზე, ანუ ქარის ლოცვაზე და თავდაპირველად დავიწყებთ მეგრულად. ჯვეის სამარგალოს ბორიაშ გურს მანგაროთხილანდეს, თიქ ვეგინაწყენ კონთიშენ, ხვადაშხო ხვამას და რიტუალებს ზონწყონდეს. უშენდა ბორია მიორჩქდეს თიცასტიქიათ, ნამუსუთ ჯგირობუა წმართო შევილებუთ კათას, კაბეთ უბადო ხოლო ქუმუყუ კონდო ათეშ გეშა თენეფიშ ნახანდი მონაწი გვალე წართუკონი. ათეშენ ქაქამინჯეს ბორიაშ ქომოლ ღორონთის, ვარდა ჩიჩას, თუმა ჩიჩალ ბორიაშ ოსორ ღორონთის, ხოთხინდეს მონაწიშ, ვანაშ და ნერგეფიშ თხილუას. მარგალებს არძანერ ბორიაშა მუს ჯოხობუა გეუძდეს. ათეთ თიშმამწარას ოკირდეს, თავრეშე გერცხილ პროგნოზერენდეს, მუნერ ტაროზი, მუნ მონაწი და ჭარვა ივაფუთ ათევარდა თიმბორჯის. მუჭო თაშინ გიშაგრუნდეს ბორიეფიშ მუდგასვარენ ტიპის. ელახონიშ, ელახონურ ბორია, თენარდუ ბჟაიელიშ ბორია, თუდოლენ ბორია, თენარდუ ბჟადალიშე მონარქია ბორია, თხორილიშ ბორია, თეს მაჟრანერო გურულ ბორიას და მასმანერო წან ბორიას, მანთხანერო ოჩხანეშ ბორიას ხოლო უძახუნა. თიშ ოჭმარეს დარქიება ჭემას მიღანს აუცლებერო. ონჯუას დარქიება ჯგირ ტაროსის. ათეშენ ირ გერგობას ფანიაშ მანჯღერე ქომოკოჩ გალე მინალ კარშა გაგმიღად მონტებულ ლაკვაჩხერც. და ფურკი სოვრე დუმბარანდუნ თით მეხვადოდ მუნერ ტაროსი უაფუთ გუშულირსდობ ზარხოცუნთის. ხოლო მიღნა კვირკვეშ ბორია, თენარე ჩხე ბორია და მანგარ მაცილერ. მონაწის ფურცელებს უჭუნდუ და ფარტხუნთ. მიღ
მიღუნა მაზარბორია თეს მეჩხომე პირნუანდე ზღვაშ მიშანჩურალო ზოხორე ხოლო მატაროზე ბორია თენარე არტნერ ონდეთ ირქენსუნფერ ბორია მარა თიშნერო დიქაქალუანს მიგოხვამლუანს მუნერ ტაროსი უაფუნთის ხვადუნა მონკაბორია ორდოშ ოჭმარეშ ბორია შინბორიარე გვალაშერ ზენშე უმბარანსუნფერ ბორია ფიოლრე ტიბ სქირბორია ნამუთ ჟაიოშებ ჟადაშე უმბარანს თენა უმოსო ზღვაპიჯებს ხვადუნა ტიბორია ხვადუნა ხოლო გიშულირს ნამუთ ჰამოთ დიქაქალუანს არავი ბორია რე თირიშ მანდღულაფარ თირიშ ემაჭოფალდო მაღალარ ბორია მიღუნა ხოლო ჯვარულ ბორია თენარი ჯვარი შაკანშე უმბარანსუ დო ტაროსბადო მოუღუნ ფერი ხოლორე დამორჩიშ ბორია დო თაშ ასე ამკონა ბრელ კიფჩიათეშე ბორიებს ხოლო გიშაგორუნდეს მუნერ გუნებაშდუნ თიშ მეჯინათ შიხის უცახდეს მოცილე ბორიას იხირე ხოლო მოცილე ბორია იხიმეკათუა თქუან ამდღა ხოლო ბორია ჩერზიარე აკოსერილიშ გილშურიშ ბორია მიღუნა ბობოხია ჭარკუნტია წარწალა ბორია მანჭი ჭვალირ ბორიე მასკურ ბორიარე ჭვემაშ მუმაღალარ სიაბარარე ონდეთ ირქეცუნფერ ბორია ნამუსუ ჭყანავაუ თავრეშრე ნარაგად სიაბარას გიშებლ ჯვე სამარგალოს არძა ჟუმოს კაბეს შქურნა ხუდეს არ ბორიაშ გეშა ნამუსუ ალიშ ბორიას ალიშ ქარც ალის ქარც უძახუდეს კათაშ დაჯერათ დო მერჩქინათ თე ბორია ემჯეკ ელქაჯი შურშე ეშნამბარა ბორიარე დო ვარდუო კოშესენა პიშაკიმლოლუდ და ხონარს მეუდინუან დო დამუნჯენ ათეს ჯოხოთ ალიშ ქარიშ გიტოლაფა ვარდუო კოჩ ხვალე ქორდუ და ალთეს ხეშაკაში ოთანდუ დო თიცალ ბორიას გუტენ ნამუ და შქურინით ნინას ქორაშა ქინუოთან თავრეშე მოურჭყალა ალგითოლაფილია იშნო ორს ნორიშ კირტე შკირატილია ათენადო ბრე შხვა ხანკიშ გეშა ჩვეის სამარგალოს ბორიაშე ბრელნერო იხვამანდეს ეს ხვადოშხვა ბორჯის დო ხვადოშხანერო ორთუდეს კოლხურ კალენდარით ქარიშ პატიშ მიოჩამალო გიშართუნდეს ბორიობაშ დღას ათენ დღას ონწყონდეს ხვამას ნამუსუ ჯოხოთ ბორიაშ დუდი ხვამა გიშულირს მუჟამით მუნაწიშ ტვერუა ქიტუა იჭყაფუდუნ თიმ ბორჯის იხვამანდეს ბორიობაშე კათაშ მერჩქინათ ბორიარდუ თარ ძალა ნამუთ მუნერ ხვეია მონაწი უაფუდუნ თეშრ კონაშა დუ გერცხილ ვარდუო გურ მოლილიბერებულ ქაფუდა მონაწის ქიტუად გაბრელენთ ათენ პერიოდის ხვამაშ ობიექტის უღუდ მუშ კონკრეტულ ჯოხობა ბორია მაჩიჩალ ბორია ჩიჩა ბორიათ ჩიჩუა ბორჯის კაბეთ ქვერსემ ყვალამჭკედის დოჭუნდეს დო ბაღანებს თელეზოს მუკე მუკალუაფუანდეს დო ქაქამინჯეს ბორიეფიშ კომოლღორონთის ვარდა ჩიჩას თუმა გოჩიჩინაფილ ოსურ ღორონთის ქოთხინდეს მუნაწის დანდებიერებას ვანაშ ნერგების ქიტუას ხოლორდუ ბორიაშო ხვამერ ნამუსუთ ორთუდეს ლაიტიშ ტარუა ბორჯის მუშენდა ათე პერიოდის ლაიტიშ დუდი მონკებუდ დო ბორიას ქექას დორქიათ ხოლო შეულებუდ ეგნოტახუკონ დოჭუნდეს რიტუალურ კვარებს ფანიაშუნჩაშ მუხვალე დობილოდ მუმულიას დო ვანაშა მიდეღან თეს ათა ქდიჭყან ბორიაშ ხვამას ქოთხინ ვაუტახუთკო ტარ ალადგიმილ ლაიტი დო ვაუჩარგაზუდკო ოდიარენ თის ხვამაშ თებაშო კულ მუმულიაშ ხორცის დო ვალამ კვარელს ვალე ოჭკომუნთ ბორიაშ გურიშ თხილუა შვანერო ხოლო ორთუდეს თასუა ბორჯის ბორიაშა მერჩქნე ლაიტიშ თაშკაკალებს იშოაშო ქიმკარღვანდეს დო თქუანდეს ბორიაშ თია ბორიაშ თიავა ვარდუო ბორია იშენ ვამისვანჯუდ დო ცილებას ქდიჭყანდუ და გეჭოფუნდეს გიოხვინჭ კველას დო თის ბაწარი ჭაპუთ კუჩხებს დო უბორკუნდეს დო თქუანდეს ათაშა ოკერედას ბორიაშ დუდია გვალაშ დურზენიშ მახურუ მარგალე მუჟამეთ ოდიარეშა გოტებული ორინჩ ყაროსბადოს ბორია წანწած გალექალასკედუდუნ გეჭოფუნდეს კველას დო თის კუჩხებს ბაწარი ჭაპუთ დობორკუნდეს დო ბორიეფის ზოჯუს ქოთხინდეს ათაშა ოკერიას კან გოტებულ ბორია მიოტუასია გილადირონჯ დო მუშ ორინელშა დირთასია ბორიაშო ჭოფალო სხვაპიჯიშ მახურუ მარგალე ზაფით აკოკირუნდეს ჩაშე გიშათხული ითაიამ ბუტაფორიულ მარკატელს დო ზღვაშა გეგნაოთანდეს მუშენდა ზღვას ვენწყუუთინა დო ათეშა ბორიას აშკურნეთ ზღვაშე შორცო ხორანდუნთი მარგალე ჯაშ მარკატელს ჯარგვალი წოხლე მინალ კარს აბარწას ვარდა ალართვიც მაკუდორს ქმკაბუნუანდეს ბაწარი თესთი ხანკით ორთუდეს ბორიას სუალეფიშ მეჭკირუაშა აშკურნეთ დო უკახლე მუშ ოზოძინეშა გეგნოლუდ სოლე მორთინ თეკ მეუოვა უწინდეს გვალაშ მახურუ მარგალე ხოლო შხვა ფორმატ იხვამანდეს ბორიაშე მურთაგას გალე გაგმიღანდეს დო ბორიას სუმშა ქოთხინდეს დინჯირ ბორია დინჯირ ბორია დინჯირ ბორია მარკატეს ბაწარს ქიმშაკირანდეს დო ათეთ ბორია ძალა მეუდნუ თაშ მიორჩქდეს მუჟამით ვარდუო ბორია იშენით ვემისვანჯუდუნ გურჭულო ქოთქუანდეს მუგდუგოსკის სიხვამელ თაგმევსკან ორინელშევა მუგდუგოსკი თენე ჩქიმ ბების ხოლე უჩქუდ თუვე მეწონებუდუნ მუგდუგოსკი თაქია თქონ მაშ ხანერო მიჩქუდ ბორია გელერუკო ლიშოკო მიკაციკუევა ჯას ხო თელა ხოლე თე ვარიანტი ხო მემღუდეს თილიშებდო ჩქიმ ბებ მოფთხოსდეს უკოლდო მიღაჭალუდეს ორინჯი ქვახინტასია თინა მუსრენია ორთუთი ხო მასე მუდგაზმარი ვარიანტ შეიფჩი ვარ ხოლორე თეში ბრელი ხო და შილმლევდა დუაგინზარათ მარა ასე ვთქვი თი უმოსო თარ რიტუალებ ნამორდუნთინებში თაშ უჯგურ უთუმოს ყუნტარე ამბენ მით უჯგუშრე ორჩქილი ხო პატა მოკლედ ესეც საინტერესო ამბავი ბორია ხვამ
ირფერშენი ხვამანდეს გოშ მოსვარ ხო და თენაჯგირით იფრეში ანუ თხუანდეს ხო 1000 თხუანდეს ჯეშე ჭყალა ქორე და ხვამავარენიაო ანუ ჭყალას ძალიან უღუდ ხო და ჭყალას ხო ართ რადიო გინო ჩამა გუაკეთათ ყალე მუყლიან ხო ვაკეთათ თუ თქვა მოჭოზოჯუნთუნ შემლებნა ჭყალაში ხოლმე თქო ის მიღნა ბრელი მუდე ამდღა ხოლმე შინეთა კარდო ჟირი ბაურეთეს გვალი გურმული რეფასე მარა ქუაკეთათ ხო ქუაკეთათ ჭყალაში გურმული რეკოჩინ თის კუმარეთი გუაკეთათ ინტერესეთი ონა ხოლმე ციცალი იცი გინო ჩამაში ხასიათის მოკლედ ეს ჩვენი მეგრული ვერსია ბორიაშ ხვამა იუმორი აუცილებელია ჩემო ძირფასებო იუმორი გადაგვარჩას რაც შეეხება ქართულ ვერსიას იმიტომ რომ იყო მან რთული გარდა იმისა რომ ორენაზე უნდა იყოს აუცილებელია არის რაღაცები მარტივად გასაგები არის რაღაცები რთულად ამ შემთხვევაში ხვამადო თეცალ ვარე ხიხა ამბედო ეფი გაგებელი თაშნამდა უსმენ ქართულ ვერსიას კი ბატონო მოკლედ ქართულად მოგახსენებთ ბორიაშ ხვამაზე რაც ქარის ლოცვას აღნიშნავს ცოლად მიგრელები ქარის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას და რიც ავლენდნენ რადგან მიაჩნდათ რომ ქარი იყო ის სტიქია და საშუალება რომელსაც სიკეთესთან ერთად დიდი ზიანის მოტანაც შეეძლო ამიტომ ქაქამინჯეს ქარების ღმერთს ან ჩიჩას თმა გაწეწილ ქარის ქალღმერთს მოსავლის დანდობას ყანისა და ნარგავების დამტვერვას შესთხოვდნენ ამიტომ მათ მიმართ აღასრულებდნენ სხვადასხვა ლოცვალ რიტუალებს მეგრელების დაკვირვებით კარგად იყო თითოეული ქარის სახეობის ნიშანთვისებების შესწავლილი და ამის მიხედვით პროგნოზირებდნენ ამინს მოსავლიანობას და ბედისწერასაც კი მეგრელები საზოგადოად განასხვავებდნენ ქარის რამდენიმე სახეობას ელახონიშ ბორია ეს იყო აღმოსავლეთის ქარი თუდოლენ ბორია ქვენა ქარი დასავლეთის ქარი თხორლის ბორია თხრილის არხის ქარი მას მეორენაირად გურულ ბორიას ანუ გურულ ქარს ეძახდნენ მას ასევე წანბორია სამხრეთის ქარსაც უწოდებდნენ მისი მობერვა დილით მოასწავებს წვიმას საღამოთი კი ტაროს ამიტომ ყოველ გიორგობას გლეხი კარში გაიტანდა მუგუზას და ამლის მიმართულებას აკვირდებდა და ასე განსაზღვრავდა გაზაფხულ საფხუში მოსალოდნელ ამინს კვირკვეშ ბორია ივლისის ქარი მწველია და გამანადგურებელი მაზარ ბორია ზურგის ქარი გამცილებელი ქარი იყო და ამას მეთევზეები ძალიან კარგად იყენებდნენ მატაროზე ბორია ანუ ერთგვარი ნელი ქარია დარის მაუწყებელი გვაქვს ასევე მონკაბორია მძიმე ქარი ნელი ქროლვის ქარი ორდოშბორი ანუ დილის ქარი ზეფირი ჟინბორია ზენა ქარი თიდან ბარისკენ სუსკენ ქროლავი ქარი ფიოლი ანუ თბილი მშრალი ქარი მბერავი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ როგორც დამახასიათებელია უფრო შავი ზღვისპირა დაბლობისთვის ტიბორია ქართბილი ადრე გაზაფხულში იწყება ეს არავი თოვლის დნობას აჩქარებს ეს ქარი ჯვარულბორია გამჭოლი ქარი და ასე შემდეგ ნუ მოკლედ ახლა არ გავაგრძელებ დამოჩილის ბორია და ასე შემდეგ ასევე განარჩევენ თვითონ ქარს სახეობის მიხედვითაც ამონგდები ქარი იყო შიხი ბალანგარი აშარი ქარი იხი ქიმიკა თუა დღესაც კი იტყვია ხო ჩერზია ბინდის ქარი რგილშური ანუ ეს ძალიან სასიამოვნო ქარი იყო ბობო ქარი ბობოხია ბორბალ ქარი ჭარკუნტია ქარი გამყინავი ქარი წარწალაბორია მანჭიჭვალერი გამჭოლი ქარი მასკური საწვიმარის მომყვანი ბორია ანუ ქარი სიაბარა სიო ქარი ძალა რომ არ აქვს ისეთი აქედან გამოთქმა სიაბარას გიშემნი არაქათი გამომელია და მოკლედ ასე შემდეგ არ გავაგრძელებთ ძველად სამეგრელოში არსებობდა განსაკუთრებული შიში ალიჟბორიას იგივე ალიჟქარი ალისქარის მიმართ რომელიც ხალხი რწმენით ალქაჯის ნასუნთქი ქარი იყო და ადამიანს თუ პირში ჩაუვარდებოდა ხმა წაართმევდა და დაამუნჯებდა ამას ერქვა ალიჟქარის გიტოლაფა რაც ნიშნავს ალისქარის ხახაში ჩავარდას ადამიანს მარტოს დაიხელთებდა ალი და ისეც ქარს მიუშვებს რომ შიშითენა ჩაუვარდება ამ და სხვა მიზეზების გამო ძველ სამეგრელოში ბორია ოხვამერის ანუ ქარის ალცავი რამდენჯერმე ტარდებოდა ხა რამდენიმე ვერსიაზე და ვარიანტზე ვისაუბრებთ კოლხური კალენდრის მიხედვით ქარის პატივგებისთვის აღნიშნავდნენ მექარობა დღეს ამ დღეს სრულდებოდა ბორიაშ დუდი ხვამა თავარი ლოცვა ქარისთვის მექარობას გაზაფხულზე ქარის ლოცვა აღევლინებოდა მოსავლის დამტვერვის პერიოდში რადგან ხალხი წმენით სწორედ იგი ახდენდა ბუნებრივ დამტვერვას დამტვერვის პერიოდში აღვლენილი ლოცვის ობიექტს ქარს კონკრეტული სახელი ჰქონდა ბორია მაჩიჩალი ბორია ჩიჩარას ნიშნავს ჩინჩლავ ქარს დამტვერვის პერიოდში დიდ ყველიამ ჭაც გამოაცხობდნენ ბავშვებს შემოატარებინებდნენ ეზოში და ქაქამინჯეს ქარების ღმერთს ან ჩიჩას თმა გაწეწილ ქალღმერთს მოსავლის დანდობას ანის ნარგავების დამტვერვას შესთხოვდნენ ასევე იყო ბორიაშ ოხვამერი ქარის სალოცავი ასრულებდნენ სიმინდის სიმწიფეში შესვლის დროს რათა ტაროიანი მცენარე ქარს არ დაემტრია დააცხობდნენ რიტუალურ კვერებს ოჯახის უფროსი თავად დაკლავდა და შეწოვდა მამას ან ყვინჩილას და ყანაშივე ილოცებდა რომ ქარს არ დაემტრია დატაროებული სიმინდი არ გაეთელა ჯეჯილი მამასაც და კვერებსაც მარტო შეჭამდა იქვე ქარის გულის მოგება სხვა გზისად ცილდებდნენ თესვისას ყანაში ქარზე შესახელებულ სიმინდის მარცვლებს აქეთ-იქით მიმოაბნევდნენ მისი წილი იყოსო თუ ქარი მაინც არ დაიშლიდა თავისას სკამს ფეხებს დაუბორკალდნენ ასე შეიკრას ქარიო თის და ბარის მეგრელი მით უფრო თუ საქონელი ავდარსათა ქარიშხაში გარეთყავდა დარჩენილი ჩორკოს აიღებდა ბაწარს შემოახლართავდა ფეხებზე და მექარე ღმერთს ქარები
ბრძანებას შევედრებოდა. ასე შეკარი შენი გამოგზავნილი ქარი, რომ ხეტია შეეშვოს და თავის სამყოფოს დაუბრუნდესო. ქარის ასალაგმად ზღვისპირა მოსახლე მეგრელები ძაფით შეკრავდნენ ხისგან გამოთლილ ბუტაფორიულ მაკრატეს და ზღვაში გადაისროდნენ, რათა დაუძირავი ხის მაკრატელის ტივტივზე ხარბორბალა შეეშინდებოდა. ზღვიდან დაშორებული ხმელეთის მეგრელები ხის მაკრატეს ჯარგვალი წინაკარში, ეგრეთ წოდებულ აბარწაზე, ან გადმოხურულზე, ეგრეთ წოდებულ მაქუდორზე დაკიდებდნენ ფაწრი, რომ ქარი თების დაჭრის შიშით უკანვე გადახვეწილიყო. ეტყოდნენ, სოლე მორთინ თევრე მეუა, საიდანაც მოხვედ იქით წადიო. სამეგრელო თიწინა სოფლებში ასევე არსებობდა ქარის ლოცვის კიდევ ერთი ვარიანტი. როდესაც ძლიერი ქარი ამოვარდებოდა, გარეთ ეზოში მუთაქას გამოიტანენ და სამჯერ ეტყოდნენ: დინჯირბორია, 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 ანუ დაწექი ქარო, დაწექი ქარო, დაწექი ქარო. მაკრატეს ბაწარი შეკრავდნენ და ამით თითქოს ქარი ძალას დაკარგავდა და მამნე არ იქნებოდა. ხო, ასეა ბურია იწარწალოდ, იწანწალოდ, ხო. ხო. და ვიცი იმ ქარის ამბავი. შემოდგომაზე რო არის. ოსკიროვანს წინა ჭადო მუგარენს ეთი ჟირბორია ნობჩხედო, ეთი შოკო. ხო, მარგებელ ბორიეფრედ, მაცილebel ბორიეფ ხოლე ორ დუდო თეს იფრეს გიშაგორუნდეს. და მუშმუდას არსენდეს. და ეთი მარგალი მუჭყერე, ავრე იხوامას და ავრე მუჭკომუნს, ირო ძღელი. მეუღუ, თეკ ხვალე ოჭკომუნსუ, ებორიას ითამ ჭკომილი აფუ, და მოლი ურს ძღელი ავრე საქმე კეთებული აფ და რე გითა და ხოდა ოროს და მოკეთ. ხო, დოპ ხორონთეს და დოპეს კვენდო და მომოიცი და კვარებს. პრინც ხო იქ გეშუშო. ხვალე მუჩანდიშენ. ბორიას ხვალე არზე. უმრობა ეძახეთ თქვენ ბატალაშა და აი როგორ სერიოზულად უდგებოდნენ ამ ყველაფერს და როგორ იცავდნენ და თან მე რო სრულდებოდა თორე ერთი-ორჯერ რო ეთქვა და არ გამოსულიყო არის აუდერ მესამეჯერ ხო? უნებრივია ხო. რა იქნება მორიგი რა? ეს ფათაშორი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს პანთეიზმის ის არის გადმონაშთი, ანუ ბუნებას, ბუნების ძმასთან კი ბატონო. ხო და ძალიან არქაული ფორმებია ეს და ამიტომაც არის ძალიან საინტერესო. თუმცა ეხა ფაქტიურად ეს უკვე გამქრალია და აქა-იქ ჩვენ უკვე აი ეს ძველი ჩანაწერებიდან და იმით ვახდენთ მათ უკვე გამომზეურებას, თორე სინამდვილეში უკვე ფაქტიურად ეს არსად არ ხდება თითქმის. ხო და იქნება და გვეცადა კაცო, გვეცადა ეგერ დალეცა ყველაფერი და დაინგრა ქვეყანა და ვზივართ და იმას ვუყურებთ ტელეფონში, აბა როდის ჩადგება ქარი. აი თქვი ეს ორი წინადადება და იქნება და ჩადგება. აი ზუსტად ეხლა თქვა ფესტივალები როცა რაღაც აღონიზები ტარდება, აქ შეიძლება გაცოცხლება ამ რიტუალების თეატრალიზებული სცენებით და ეს ძალიან საინტერესო და სანახაობრივიც იქნება და საინტერესოც. ხო ბატონო, მუსორთოთ ასეთი ხუჩაბათის ჩვენ თიცაშხას ხო გინოჩამაზე და იმაზე ხო არ ვისაუბროთ ჭყალაზე. კი, გვინდა ვიცოდეთ ეს ყველა ამდიერებლაზეც გადავიდეთ. ხო, ეს რაღაცა კონტრასტი რო შეიქმნას, ხო. კი, აუცილებლად. ხო, თორე მე მაინც ახლა ფიქრობდი რომ ჯგირაგუნას ხომაზე ფიქრობდი, მაგრამ ბარემ მოდი ეს გინოჩამა ჭყალაზე და სხვათა შორის ამ ჭყალას გინოჩამას აქ ძალიან საინტერესო ნიუანსი, რომ ის მემკვიდრეობით გადმოდის და შესაბამისად ძალიან ძველი ხო ხაობა და ანუ ადამიანი ეს ხო ეს ინსტინქტურად წარმოთქვამს ემოციურ ფონზე და ამიტომაც ამ გინოჩამა ჭყალამ შემოინახა ძალიან ბევრი უძველესი რიტუალები და ამაზე ვისაუბროთ ბარემ. კი, მე ძალიან ბევრჯერ მსმენია რომ კაი ქალია, მაგრამ თიჯგუა ჭყალა უჩხუნია. კი, როცა ჭყალა უჩხუნთინა კაი ქალი რა ნერედი იყო, მაგრამ ეთყობა კეთილი იყო. მე მიკვირს რომ აი ჯვეშებიო რო იტყოდნენ, მე მახსოვს ბებია ჩემის თაობა და იქითა თაობას, აი გინოჩამა და ჭყალა რაღაცა ეს ყოველდღიურ ემა ნორმად ჰქონდათ გადაქცეული და ხო და იმას გამოარჩენენ რომ აი ეს კარგი ქალია, ის არ იწყებლებაო, სკანჭირს კანგოლვა ფარიშ მეტის თუ ვათქუანცია, ანუ აილოცებაო და ხო და მაგრამ იყო ისეთი აი უბადო ოსურენია, იჭყენცია ირფაში და ემანინა კვათერნინა უღუნია. აი ეს მომენტები და მოკლედ ამაზე ანუ ადგილის ვაფთქვა და ბაღანებს უწკიტონოანდეს სინათო გვახვადასეთმასეკვადრენია თეოსო. მოკლედ ასეთი ამბებია შევიჭერით როლებში ეხა ჩვენ და არაფერი არ დავტოვეთ ლამის იქითა ხუთშაბათისთვის ელაპარაკო, მაგრამ გავჩერდებით. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ, მადლობა გულშემატკივრობისთვის და ყველას მადლობა ვისაც წვლილი მიუძღვის ამ გადაცემის შექმნაში და ჩვენ ძალიან ამაყი და ბედნიერები ვართ. უამრავი მასალა აუდიო ვერსია გვაქვს შემონახული თაობებისთვის. ჭყალა თუ გადადის 7-8 თაობაზე, ასეთი კარგი ამბავი მე მგონი მეც დარჩება, ასე რომ ვიღაცა გვახსენებს სადღაც. აუცილებლად. ეს ჩვენი დღევანდელი გადაცემა. რაღაც თქვა გინდოდათ ბატონო? არა, უბრალოდ თქვენ ბრძანეთ უკვე მე რა ისეთ თქმაც მინდოდა და კი, ხო. ერთ საქმეს ვემსახურებთ და ესე შეგაშველეთ. მომავალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით. ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე radio.net.gr, ჩანაწერებს გულისხმობთ ხადია Facebook-ზე radio.net და YouTube-ზე ოდაბადეშ კინოხონი. ლაივ რეჟიმში კი ბატონო ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე 105-9-ზე აქავართ და ასევე ინტერნეტზე შეგიძლიათ გვისმინოთ ლაივში radio.net.gr. დაგემშვიდობებით ჯგირო ზოჯუნდა
ჯგირო ზოჯუნდა თოსურ ბატონ სოფიო, ჯგირო ზოჯუნდა ჩქინ რადიო მარჩქილებ, თქვენ ჯგირობო ოფედასრიათო. კარგად ბრძანდებოდეთ ძვირფასო რადიო ათიანთების მსმენელებო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. გადაცემათა ციკლი ოდაბადეს კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. გადაცემა ოდაბადეს კინოხონის სპონსორია ლიბუფუდი. ლიბუფუდი ადგილზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ნახევარფაბრიკატები, როგორც მოხარშულ, ასევე გაყინულ მდგომარეობაში. შეიძინეთ კონსტანტინე გამსახურდიას 34-სა და რუსთაველის 253-ში. შესაკვეთად დარეკეთ 579-29-29-22. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეს კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.